საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა შესახებ დადგენილების პროექტი ეკა-ბესელიამ გააცნო. სულ სიაში 215 კაცია შესული, აქედან 190 პოლიტპატიმარი და 25 პოლიტდევნილია. ბესელიას განმარტებით სიის შედგენისას კომიტეტმა ევროსაბჭოს ასამბლეის დადგენილებით და რეკომენდაციებით იხელმძღვანელა. და თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან ელისო ჯარიაშვილი ჩაგვერთვება. ელისო, რა შეკითხვები ჰქონდათ ბესელიასთან დეპუტატებს? ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში 1 საათიანი შესვენება არის გამოცხადებული, მანამდე კი დეპუტატები იყვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში, მას შემდეგ რაც ეკა-ბესელიამ გააცნო საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დადგენილების პროექტი, ამას მოყვა დეპუტატების შეკითხვები, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებდა, რატომ გახდა ეს სია ეგრეთ წოდებული ბესელია კაკაბაძის სია, რატომ მოხდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება და რით ხელმძღვანელობდა კომისია ამ სიის შედგენისას, ასევე დეპუტატებმა კითხვით მიმართეს ეკა-ბესელიას, არიან თუ არა სიაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები, მისი საადვოკატო საქმიანობის პერიოდიდან შეფასებები გამოთქვეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმაც, მათი თქმით პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების დამტკიცება, ეს ისტორიული მოვლენაა. კონკრეტულად მიპასუხოთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელი რეზოლუცია იპოვეთ თქვენ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. 1994 წლიდან მოყოლებული, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ დგებოდა ასეთი რეზოლუციები, არც ერთ მათგანში არ ყოფილა მოხსენიებული საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა. რომელი კანონით ისარგებლეთ თქვენ, მაშინ, როდესაც მიითვისეთ თქვენ და კაკაბაძემ უფლებამოსილება ერთპიროვნულად დაგედგინათ თვითნებურად პოლიტპატიმრების სია. უერთდებით თუ არა თქვენ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ნაცისტურ იდეოლოგიას, მაშინ, როდესაც გვთავაზობთ საქართველოს პარლამენტმა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების 3 წარმომადგენელი აღიაროს პოლიტიკურ პატიმრად. თქვენ ქალბატონო ეკა, ან თქვენ იურიდიულ ფირმას აქვს თუ არა მიღებული ანაზღაურება 215 პატიმრიდან, რომელიმე მათგანიდან თქვენს მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურად, რადგან სია 167 ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრისა განთავსებული არის თქვენი კერძო იურიდიული ფირმის საიტზე. თქვენ მაინტერესებს თუ თვლით შესაძლებლად, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთს მართლა ეწარმოებინა ძირგამომთხრელი საქმიანობა, მიემართა საბოტაჟისთვის, მიემართა მათ შორის ტერორისტული აქტებისათვის და ყოლოდა ქსელი საქართველოში. მეორე, ის მასალა, რომლის გაცნობის საშუალება მარტო ეხლა გვეძლევა, ოპერაცია ენვერზე სულ 9 გვერდის არის და ამბობს, რომ ყველაფერი იყო დახურული, ქალბატონმა ნალალეჟავა მთელ ქვეყანას ვითომ აუწყა რაღაცა და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის ბლეფი. რამდენად საკმარისია ესეთი მტკიცებულებები თქვენი მხრიდან? საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს უმოკლეს ვადაში ამ დადგენილების პირველ და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ პირთა სისხლის სამართლებული პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ან და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმებიო. ანუ ეს ვფიქრობ ცოტა ზოგადი ჩანაწერია და მე კითხვა მექნება ასეთი, აი კომიტეტმა ამ საკითხზე მსჯელობისას უშუალოდ რა გადაწყვეტილება მიიღო, თუ მიიღო ასეთი და ან როდის იგეგმება, თუ იგეგმება ასეთი მექანიზმების, ასე ვთქვათ, შექმნის წესი. მე მივესალმები უფლებადამცველების კომიტეტის ასე ენერგიულ მუშაობას, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობთ ჩვენ ყველა იმ დღეს. მე დავარქმევდი ამას ისტორიულ მოვლენას, მე მახსოვს ცნობილი ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილის გამოსვლა მეოთხე მოწვევის პარლამენტში. უკვე მერვე მოწვევის პარლამენტში ვარ და გვიწევს იგივეს გამეორება, რაც მეოთხე მოწვევის პარლამენტში გავაკეთეთ მაშინ საქართველოს პარლამენტის წევრებმა. და მივესალმები, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელია წარმოდგენილი ყოველგვარ ნიშნის მიუხედავად, იყო ჩვენი კოალიციის წევრი თუ არა კოალიციის წევრი. საპარლამენტო ოპოზიციისა და მართველი გუნდის შეკითხვებს უპასუხა ეკა-ბესელია, მის განმარტავს, რომ პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიის შედგენისას გამორიცხული იყო პირადი მოტივები. ეკა-ბესელია აცხადებს იმასაც, რომ ამ სიაში არც ერთი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება არ არის შეყვანილი. ეკა-ბესელია განმარტავს, რომ მთავარი პრინციპი, რომელთაც კომისიამ და კომიტეტმა იხელმძღვანელა, ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეყრდნობა. მონაწილეობდნენ დაკავების დროს, არიან გასამართლებული პირობა, ეს არის საბედნიეროდ მე არ ვფიქრობ, რომ მარტო მე მივისაკუთრე ეს ექსკლუზიურად ეს უფლება, ჩემთან ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა, ვინც წუხს ძალიან ამ პოლიტიკური პატიმრების გამო და იმ ადამიანების გამო, ვინც ციხეში სხედან, სიაში ჩემი დასაცავები არ არიან.
თუმცა ამ სიაში არის ბევრი ადამიანი, ვის საქმის ისტორიას ვიცნობ. და ამ სიას დავიწყებდი საკუთარი შვილის და ძმის გვარების მოხსენიებით, რომელიც 2 წელი იყო თქვენი ხელისუფლების მძევალი და დღესაც პატიმრობაში იქნებოდა რო არა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა. აი ნათესავ მეგობრების ზებნა არ დამჭირდებოდა, იმიტომ რომ საკუთარ თავზემა გადატანილი რას ნიშნავს პოლიტიკური დევნა. ციის შედგენაზე ნუ მელაპარაკებით თქვენის ადამიანები, რომლებიც თანამონაწილე იყავით იმ ძალადობრივი რეჟიმის, რომლის უამრავი მსხვერპლი ყავს ჩვენ. ვერავინ ვერ ნახავს ისეთ ადამიანს, რომელიც პირადი განწყობით და პირადი დამოკიდებულებით არის შეყვანილი. ვიღაცა შეიძლება მოგწონდეს, ვიღაცა არ მოგწონდეს, მაგრამ განსაზღვრელი კრიტერიუმები იყო სწორედ ის, რაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი. შემიძლია ეს ანგარიშებიც მოგაწოდოთ, სადაც ძალიან ბევრს საუბრობდნენ შერჩევით მართლმსაჯულებაზე, საუბრობდნენ ოპოზიციის მხარდამჭერთა დაკავებზე. წაიკითხეთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის, 2011 წლის ანგარიშები, წაიკითხეთ კარგად და ძალიან ბევრ გვარს იპოვეთ იქ, რომელიც ამ სიაში. ახლოს არის ჩემთან სხვათა შორის და შეგვიძლია დავიწყოთ ენვერი საქმის წაკითხვა. ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული საქმეა, ერთ-ერთი ყველაზე კომიკურად ნამუშევარი საქმეა წინა ხელისუფლების იმის გამო, რომ წარმოეჩინათ იმ დროისთვის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერს, რომელიც ყალბი პასპორტით სარგებლობს და ამით ცდილობს ქვეყანა დატოვოს, როგორი ძლიერი იყო მაშინ თურმე პოლიციური სისტემა, რომელიც აი ესე იძიებდა ჯაშუშების საქმეს. სხდომა განახლდება ცოტა ხანში დეპუტატები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს, თუმცა ამით მუშაობა პოლიტპატიმართა თემაზე არ სრულდება. კომისია და კომიტეტი დაახლოებით 50 საქმის განხილვას კიდევ გეგმავს. პარლამენტში პოლიტპატიმართა საკითხის განხილვა სოლიდარობის აქციის ფონზე დაიწყო. დილიდან პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები და უფლებადამცველები დადგენილების მიღების ტემპს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ქართული ოცნების წევრები ხელისუფლებაში მოსვლამდე მთავარ პრიორიტეტად პოლიტპატიმართა გათავისუფლებას ასახელებდნენ, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის მიუხედავად საკითხის გადაწყვეტა ამ დრომდე არ მომხდარა. პოლიტპატიმრების საკითხის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა პარლამენტში. საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი არ იცნობენ წარმოდგენილ კანონპროექტს და საკითხის გადადება მოითხოვეს. ამას უმრავლესობა არ დაეთანხმა. მათი თქმით, კანონპროექტი ბიუროს ხდომაზე დარიგდა და მისი გაცნობის პრობლემა არც ერთ დეპუტატს არ უნდა ჰქონოდა. სოლიდარობის აქცია პარლამენტის შენობის გარეთ სხდომათა დარბაზში საკითხის განხილვის პარალელურად დაიწყო. არასამთავრობოები და პატიმართა ოჯახის წევრები დილიდან მოითხოვდნენ პოლიტპატიმრების და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა შესახებ დადგენილების პროექტის უმოკლეს ვადებში განხილვას. აქციის მონაწილეები დღეს ამბობენ, რომ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება. ორი თვეა ესენი მოსულები არიან ხელისუფლებაში, 2 თვეზე მეტია და ეს ადამიანები ზიან ციხეში. და არ დაადგა საშუალება იმ კანონის მიღებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ გათავისუფლებული. ეს ხელისუფლება მშვენივრად ეგუება იმას, რომ ისინი არიან ციხეში და ესენი აქ 400 მილიონიანი სკამებზე ზიან. ჭიანურდება უკვე 2 თვეზე მეტი გავიდა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ ესენი, როცა არ იყვნენ ესენი ხელისუფლებაში, ყველა რატომღაც ერთპიროვნულად იყო შეთანხმებული, რომ პოლიტპატიმრები უპირობოდ უნდა გათავისუფლებულიყვნენ. დღეს რაღაც სამართლებრივი მექანიზმებს ეძებენ და საერთოდ გაურკვევლობა არის, რა ხდება ჩვენ თუნდაც არ ვიცით. არანაირი შეგნებული გაჭიანურება არ მიმდინარეობს და მიზანი გაჭიანურება არ ყოფილა იმ ხელა მუშაობის, რომელიც გასწია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და პირადად ქალბატონმა ეკა ბესელიამ. ქალბატონი ნანა თუ ვინმე იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში იყო ქალბატონი ნანა კაკაბაძე. აქედან გამომდინარე მე ეჭვება რომ მას საყვედური საფუძველი ჰქონდეს. სია, რომლის საბოლოო ვერსიაც დეპუტატებს სხდომის დაწყებამდე დაურიგდათ 215 ადამიანისგან შედგება. ოპოზიცია ამბობს, რომ დოკუმენტები მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ სხდომის დაწყებამდე გახდა. სწორედ ამ მიზეზით უმცირესობამ სესიის გახსნისთანავე საკითხის გადადება მოითხოვა, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. აი ეს დოკუმენტაცია დაგვირიგდა ზუსტად 3 წუთის წინ. შეუძლებელი არის პარლამენტმა იმსჯელოს იმ საქმეზე და აი ამ სიის დამტკიცებაზე მაშინ, როდესაც ეს დოკუმენტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი პარლამენტის არც ერთი წევრი 3 წუთამდე ადრე. მე არ ვიცი როგორი არის მდგომარეობა უმრავლესობაში, შეიძლება უმრავლესობის წევრებს აქ სხვა მეთოდებით ურიგდებათ დოკუმენტები, მაგრამ უმცირესობის არც ერთ წევრს არ ქონია ხელმისაწვდომობა აღნიშნულ დოკუმენტაციაზე. ყველა სხდომა იყო ღია. ყველა დოკუმენტაცია ღიად, აი აქ რაც არის წარმოდგენილი სქელტანიანი ტომები, ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომად იდო კომიტეტში ამ დრომდე. სიას რაც შეეხება, სია იყო წარმოდგენილი წინა სხდომაზე, სესიაზე და გადაიდო, ხოლო შემდგომ, როდესაც კომიტეტმა ისევ იმუშავა ამ საკითხზე, ბიუროს იშაბარდა და ორშაბათს ბიუროს სხდომაზე სია იყო წარმოდგენილი.
რომელიც დაადგენილების პროექტის ნაწილია და იმ ბიუროს ხდომას ესწრებოდა უმცირესობის წარმომადგენლებიც. ბიუროს ხდომას უმცირესობიდან ქალბატონი ეკას გვერდზე მე ყველა საბუთი ბიუროსი თან წავიღე, არანაირი სია ამ საბუთებში არ იყო. თუ ბიუროს სხვა წევრებს სხვა საბუთები ქონდა ვერ გეტყვით, მე პირადად გუშინ ქალბატონ ჩიურას ვინაიდან მქონდა უმცირესობის ხდომა ვთხოვე დაკავშირებოდა თქვენ ქალბატონო ეკა, რომ სია გქონოდა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს ვარიანტი, რომელიც დღეს დაგვირიგდა, თქვენ დღეს მიიტანეთ საორგანიზაციო დეპარტამენტში. დაგვირიგდა ეხლა ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს გადის დღის წესრიგში. მაშინ ყველა საკითხი უნდა გადავდოთ, მაგრამ ყველა ის დოკუმენტი პირადად მე თქვენს ალბათ და ყველა ჩემ კოლეგას ერთი რომ გქონდათ საშუალება მიგიღოთ კომიტეტებში და მეორე ისეც გირიგდებოდა. ცოტა უცნაურია თქვენი განცხადება და თუ ეხლა მიზეზს ვეძებთ რამისთვის პირდაპირ მასე გითხარით თუ არა და ის საკითხი რაც ეხლა ქალბატონმა იკამბძანა რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილებს ზანდებით და არც ერთ კომიტეტზე არ დასწრები ხართ ეხლა მაპატიეთ ეს ნამდვილად არაა ჩვენი ბრალი და გთხოვთ რომ მართლა იაროთ და უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ ალბათ იმ საკითხებზე რაც კომიტეტზე გადის. უმრავლესობა ჩვენგანმა არ იცნობს ძალიან სერიოზულ დოკუმენტს. არც ერთი ჩვენგანი. მე დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობის წევრებიც არ იცნობენ ამ დოკუმენტს. ამაზე არის საბურავი. ეხლა რაღაცა ძალიან პატარა კინკლაობაზე გამოგვდის რომ იმან იცის, ამან არ იცის. აქ არის ლაპარაკი რომ უმრავლესობა პარლამენტის წევრებისა არ იცნობს დოკუმენტს. მორჩე მაგაზე არის საუბარი და ამიტომ უნდა გადაიდოს 200 გვერდიანი სია, რომელიც სადაც თითეული ადამიანის კონკრეტული საქმე არის შესასწავლელი. როგორ ხო ხელი უნდა ავწიოთ და მივცეთ თანხმობა იმისათვის რომ ვიღაცა ჩაითვალოს პოლიტპატრიოტად თუ არ ჩაითვალოს. უბრალოდ არასერიოზულია ესეთი განცხადება. საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე გაიტანა. 39 ხმით 80-ის წინააღმდეგ უმცირესობის მოთხოვნა ჩავარდა. ის წესრიგიდან ამოღებას ხარი დაუჭირა 39-მა პარლამენტის წევრმა. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად რეგლამენტის და გადაწყვეტილების განმარტება დავით უსუფაშვილს ხდომაზე რამდენჯერმე მოუწია. უმცირესობა ითხოვდა რას? გვაცალეთ რომ გადავხედოთ ამ დოკუმენტს და თუნდაც თქვათ შემდეგ ხდომაზე განვიხილოთ ეს ყველაფერი. მე პირდაპირ გეტყვით რომ აი ვინ არის ბატონი ფხალაძე, იქნებ ქალბატონმა ეკამ გავქცეს პასუხი. ძალიან გთხოვთ ყოველგვარი სპეკულაციები მის თაობაზე, რომ ვინმეს რაიმე გინდოდათ გაგეგოთ და ვერ გაიგეთ. ან მიიღეთ ზომები იმისთვის რომ რამე გადაგეტანა და გადმოგეტანათ. ეს არის ტყუილი და ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, რომ ის რაც დარიგდა, ეს არის დამატებითი საინფორმაციო მასალა, რომლის თაობაზე თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი, გაცნობოდა ამ მასალებს, თუ ვინმეს გული შესტკიოდა იმაზე, რომ ამ სიაში არის თუ არა ის ხალხი, ვინც უნდა იყოს, ან რაიმე პრობლემა ხომ არ არის. ამის თაობაზე საკომიტეტო მუშაობის რეჟიმში არაერთი ხდომა ჩატარდა. დადგენილების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი წარმოადგენს. მისი დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტი ხელს მოაწერს, რომ დღეს ქვეყანას 135 პოლიტიკური პატიმარი, 25 კი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი ყავს. მე აღარ ავხსარ იმ ვითარებას, ავითარებაშიც ჩატარდა გოგა ხაჯიზის და მისი ოჯახის წევრების მიერ პრაქტიკულად სპეცოპერაცია, რომელშიც საკმაოდ ბევრი პოლიციელი მონაწილეობდა. და აქ ვიქნებ, რომ დიდი მნიშვნელობა არ უნდა კონდეს პარტიულ კუთვნილებას. საკმაოდ მძიმე და უხეში სამართალდაღოა განხორციელდა ჩვენი კოლეგის მიმართ და სამწუხარო არის, რომ ამ ასეთი ტიპის სამართალდაღოების თავიდან აცილებისათვის ან შემდგომ უკვე მისი სამართლებრივი შეფასებისათვის არც პარლამენტის ხელმძღვანელობიდან, არც საპარლამენტო ორგანოებიდან, შესაბამისი კომიტეტებიდან არანაირი რეაგირება არ მოხდა. რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრი იქნება უმცირესობის წევრი თუ უმრავლესობის? მე გაკვირვებული ვარ ამასთან დაკავშირებით, რადგან კანონის დარღვევა ერთი საკითხია, მაგრამ პარლამენტის ღირსება მეორე, რომ თქვენ როგორც თავმჯდომარემ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებაც კი არ გააკეთეთ. ბატონ დავით, როგორც ჩანს, როგორც მინიმუმ პარლამენტის ხდომის დასრულების შემდგომ გოგა ხაჩიძე ნამდვილად მოვა თქვენს კაბინეტში და დაწვრილებით მოგიყვებათ. რა ხდებოდა მის ბინაში დილის 6 საათზე და როგორ ხორციელდებოდა ჩხრეკა პარლამენტის წევრის ოჯახის სახლში, ისე რომ ამაზე არანაირი კანონიერი უფლება წინასწარ სამართალდამცავებს არ აუღიათ. პარლამენტის თავმჯდომარე თავის ოთახში ელოდება პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელზეც მიმდინარეობს ზეწოლა, როგორც ქალბატონმა ემაბრძანა,
რომლის მიმართაც ირღვევა კანონი, რომელიც თვლის თავს შეზღუდულად პოლიტიკური ნიშნით თუ პიროვნული ნიშნით თუ ასე შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ყველა იმ წევრს, ვინც ასე თვლის საკუთარ თავზე, რომ მასზე ვინმე ახორციელებს ზეწოლას, ძალიან ხოთ მობრძანდეთ და ამისად სათანადო გარემოებებით. პირველ რიგში ეს საკითხი უნდა იყოს სირცხვილი უმრავლესობისთვის, პირადად პარლამენტის თავმჯდომარისთვის, თუ ის იმდენად ვერ აკონტროლებს სიტუაციას, რომ დეპუტატების ოჯახებში აქვთ უფლება ორდერის გარეშე სირბილის, შევარდნის და იქ რასაც უნდათ იმის კეთების პოლიციელებს, მაშინ ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ვერ ართმევს თავს პარლამენტის თავმჯდომარე მუშაობას და უმრავლესობაც არ არის მოწოდების სიმაღლეზე ძალიან რბილად რო ვთქვა. ნამდვილად მოვითხო, რომ ხაჩიძის საკითხთან დაკავშირებით საერთოდ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და საერთოდ გამოიკვლიონ ვინ არის ეს ადამიანი, რას აკეთებს საერთოდ და რაც ჩადიოდა წლების განმავლობაში. და სპეკულირებას ხაჩიძის საქმით მორჩნენ საერთოდ რა. მართლა ძალიან საინტერესო იქნება, რომ ხაჩიძის საქმიანობა დაწყებული მას შემდეგ, რაც ის ერთი სიმღერის მიშიკოს სიმღერით მოხვდა პოლიტიკაში. აი ამის მერე საერთოდ რას აკეთებდა ხაჩიძე და რა დანაშაულები მიუძღვის მას, თუ მიუძღვის ასეთი ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით იყოს გამოძიებული. და ამ კაცის სპეკულირებით დაანებოს თავი აი ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს. ისინი არიან დღეს მხოლოდ იმისთვის ამ დარბაზში, რომ თავიანთ თავი გადაირჩიონ როგორც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, საქართველოს პარლამენტის ბევრად მეტი ადამიანი იყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, ვიდრე ამ სიაშია წარმოქმნილი. ნაცნობრობა ქართული ხალხი 9 წლის განმავლობაში აცხოვრა კონსულატებში. ასე იყო ეს. ჩუდია რომ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები ბევრია. დატანებული იმ ადამიანს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე დამტკიცებული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მჟავრდებულები 190 ადამიანი მიჩნეული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე დამტკიცებული პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყო უმოკლეს ვადაში ამ დადგენილების პირველ და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ პირთა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების ან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები. უყაროთ ამ საკითხს
ვინაიდან ამოწურულია და რეგლამენტი 130 მოხდის მეორე პუნქტი ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას. ბატონ ზაქარია რეგისტრაციას ვერ გაიარა. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105 წევრმა. 17 ხმით 14 წინააღმდეგ დადგენილება მიღებულია. ეს არის პოლიტიკური შურისძიება. გაკეთებული არის სია აბსოლუტურად ზედაპირულად, მაგრამ შეიძლება შეგნებულადაც ასე, იმიტომ რომ ამ სიის ავტორებს უნდოდათ კონკრეტული ადამიანების მიუხედავად იმისა, არის მათ ქმედებებში ბრალეულობა თუ არა, გამოშვება და გამოცხადება პოლიტიკურ დევნილებად. არადა აქ საუბარი არის ადამიანებზე, რომლებიც ან წლების მანძილზე შეიარაღებული გზით სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ან ესე ვთქვათ პიროვნული ინტერესის გამო ადამიანის მოკლის მცდელობაში არიან დადანაშაულებული. საერთოდ გაუგება რა კრიტერიუმით ხდება ამ ადამიანების შერჩევა, რატო გადაწყდა რომ ვთქვათ იგივე ეკაბესელიას ან ნანა კაკაბაძეს ან ვინმეს აქვს პრიორიტეტი იმისი რომ მან გამოაცხადოს პოლიტიკურად დევნილებად ადამიანები ამ ქვეყანაში აბსოლუტურად გაუგებარია. ისინი რა კრიტერიუმით არჩევენ პოლიტიკურად დევნილებად ადამიანებს ასევე აბსოლუტურად გაუგებარია. მე ვარ ძალიან ბედნიერი, ვარ ძალიან ამაყი და თავაწეული, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელმაც ჩემ კოლეგებთან ერთად შევასრულე ის ვალდებულება, რომელიც მქონდა ციხეში დღემდე პატიმრობაში, უკანონოდ პატიმრობაში მყოფი აი ბიჭების იმ ადამიანების წინაშე ჩვენ დიდი სირცხვილი ჩამოურეცხებთ დღეს საქართველოს, რომ პოლიტპატიმრები აღარ ეყოლება, ჩვენ ყველა მათგანს უახლოეს დღეებში გავათავისუფლებთ. ეს არის ის ძალიან საპასუხისმგებლო და ღირსეული გადაწყვეტილება, რომლისთვისაც პირადად ღირდა რომ მე დღეს პარლამენტის წევრი ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, არა მარტო პატიმრებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა პატიმრებისთვის, რომ მოხდა მათი აღიარება. მათ პრობლემა არ ქონდათ ციხიდან გამოსვლისა, თქვენ იცით, რომ დღეს მოვიდა ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად გაათავისუფლებდა მათ ციხეებიდან. უბრალოდ მოხდა იმისი აღიარება, რისთვისაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ. დღეს მოხდა საბრალდებო დასკვნის დადება ნაციონალური მოძრაობისათვის.